ბირთვული იარაღი ის გამოგონებაა, რომელმაც კაცობრიობა რადიკალურად შეცვალა. მისი გავლენა სამყაროზე იმაზე უფრო დიდია, ვიდრე ინტერნეტის გავლენა. რადგან სწორედ ბირთვული იარაღის გამოყენებამ შეაჩერა დედამიწაზე მიმდინარე რამდენიმე ომი, თუმცა ყველაფერი იმდენად მარტივად არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ცაზე ათასობით მზე ერთდროულად რომ განათებულიყო, მათი შუქიც კი ვერ შეეძრებოდა ყოვლის შემთხვევის ბრწყინვალებას, მაგრამ ახლა მე თავად გავხდი სიკვდილი. სამყაროს გამანადგურებელი. ჯულიუს რობერტ ოპენჰაიმერი. ამ ადამიანმა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშიში იარაღი შექმნა, რომელსაც იდეაში და ჩანაფიქრში საკმაოდ კარგი მიზნები ჰქონდა. წესიდერიგით მას ომები უნდა დაესრულებინა, თუმცა პოლიტიკოსების და არა მხოლოდ პოლიტიკოსების გადაწყვეტილებით ეს იარაღი გამოიყენეს და ამ იარაღმა ასობით ათასი ადამიანი იმსხვერპლა. მოკლედ, დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ რობერტ ოპენჰაიმერზე, ადამიანზე, რომლის გამოგონებამაც ჰიროსიმა და ნაგასაკი ფერფლად აქცია. მაგრამ მანამ სანამ ოპენჰაიმერის ისტორიაზე გადავალ, მანამდე გეტყვით იმას, რომ გაკვეთილოს თქვენთვის საკმაოდ კარგი სიახლე აქვს. ჩემს მაყურებლებს პრომოკოდი CODNA25 შეუძლიათ საგანმანათლებლო პლატფორმის გაკვეთილოს სხვადასხვა კურსების აღება 25%-იანი ფასდაკლებით. მოკლედ მგონია, რომ საკმაოდ საინტერესო სიახლე არის თქვენთვის, გაიცანით ვიდეოს აღწერაში მითითებულ ლინკებს, გადადით, გამოიყენეთ პრომოკოდი CODNA25 და ისარგებლეთ 25%-იანი ფასდაკლებით. მე კი ოპენჰაიმერს მიუბრუნდები. რობერტ ოპენჰაიმერის ბავშვობა და სტუდენტობა. რობერტ ოპენჰაიმერი დაიბადა ნიუ-იორკში 1904 წლის 22 აპრილს, შეძლებული ებრაელი მიგრანტების ოჯახში. მშობლებმა რობერტს კარგი განათლება მისცეს, თუმცა რომ არა მისი გენიალურობა, ის ვერ შეძლებდა მესამე და მეცხრე კლასის ეგრეთ წოდებული ექსტერნით დამთავრებას. სკოლის დასრულების შემდეგ ოპენჰაიმერი ჰარვარდში, ქიმიის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა სწორედ აქ მიხვდა, რომ ფიზიკა ბევრად უფრო აინტერესებდა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კემბრიჯში გადავიდა, სადაც ფიზიკის შესწავლა დაიწყო. გაირკვა, რომ ფიზიკის თეორიებში ოპენჰაიმერი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა როგორც პრაქტიკოსი, ის საკმაოდ მოუხერხებელი გახლდა და ხშირად მისი ექსპერიმენტები წარუმატებლად სრულდებოდა. 2 სემესტრის შემდეგ მეცნიერი ლონდონიდან გერმანიაში გადავიდა, კონკრეტულად კი ვეიმარის რესპუბლიკაში, გიოტინგენში. აქ იმ პერიოდისთვის მსოფლიოში წამყვანი თეორიული ფიზიკის შემსწავლელი ცენტრი იმყოფებოდა. გერმანიაში რობერტმა საკმაოდ დიდი გამოცდილება და ცოდნა მიიღო. ამერიკაში დაბრუნების შემდეგ კი ის მალევე გახდა ბერკლის კალიფორნიული უნივერსიტეტის ლექტორი. ქარიზმატული ბუნება, ორატორული ნიჭი და რაც მთავარია უდიდესი ცოდნა, მას ყურადღების ცენტრში აქცევდა. სტუდენტებს ერთი სული ჰქონდათ, როდის დაიწყებოდა ოპენჰაიმერის ლექცია. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ოპენჰაიმერის დამსახურება ის ფაქტი, რომ ბერკლი თეორიული ფიზიკის შემსწავლელ ცენტრად გადაიქცა უახლოეს მომავალში და სწორედ აქ გაიზარდა არაერთი ძალიან ცნობილი მეცნიერი ფიზიკოს-თეორეტიკოსი. 1936 წელს რობერტმა ამერიკის კომუნისტური პარტიის წევრთან, ჯინ ტეტლოკთან დაიწყო ურთიერთობა. ეს სწორედ ის პერიოდია, როცა მეცნიერი მემარცხენე პოლიტიკურ იდეოლოგიას ემხრობოდა და დაინტერესებული იყო კომუნისტური იდეოლოგიით. ოპენჰაიმერისგან განსხვავებით, მისი ძმაც, ისევე როგორც შემდგომში მისი მეუღლე, კეტრინ პუენინგი, კომუნისტური პარტიის წევრები იყვნენ. რა თქმა უნდა, ამ საკითხს ისე უბრალოდ არ ვეხები. აღნიშნული ფაქტი მომავალში ოპენჰაიმერს საკმაოდ დიდ პრობლემებს შეუქმნის, პირველ რიგში იქინა გამომდინარე, რომ 50-იანების პერიოდში, მაშინ როდესაც ცენტრალური სადაზვერვო ბიურო ყველგან ეძებს საბჭოურ აგენტებს, ოპენჰაიმერის ცხოვრებას და მის ისტორიას, ასევე მის საქმიანობას ფაქტობრივად გამადიდებელი შუშით გადახედავენ. მაგრამ მანამ სანამ უშუალოდ ოპენჰაიმერზე პროექტ მანჰეტენზე და მის მიერ ატომური ბომბის შექმნის ისტორიაზე ვისაუბრებ, მოდით ჯერ პირველ რიგში მიმოვიხილოთ ის, თუ ზოგადად რა არის ატომი, როგორ მივიდნენ მეცნიერები იმაზრამდე, რომ ატომი არსებობს და როგორ მივიდნენ მეცნიერები იმაზრამდე, რომ ატომის გახლეჩვის შემთხვევაში არის შესაძლებელი საკმაოდ დიდი რაოდენობის ენერგიის მიღება. ატომის აღმოჩენიდან ატომურ ბომბამდე. ჯერ კიდევ დაახლოებით 2500 წლის წინ ბერძნებმა, კონკრეტულად კი დემოკრიტემ და ეპიკურმა განაცხადეს, რომ ნებისმიერი ობიექტი, ნებისმიერი არსება შედგება მიკრონაწილაკებისგან. მათ ამ მიკრონაწილაკებს ატომი უწოდეს. თუმცა იმის გამო, რომ შესაბამისი ტექნოლოგიები არ არსებობდა, ვერაფრის დამტკიცება ვერ შეძლეს. სწორედ ამის გამო, ატომების შესწავლა მრავალსაუკუნოვანი პაუზის შემდეგ, მხოლოდ მე-17 საუკუნეში გრძელდება. მიკრონაწილაკებით დაინტერესებულები იყვნენ ფრანგი პიერ გასენდი, ინგლისელი ბოილი და რობერტ ბროუნი. სწორედ ბროუნმა, რომელიც ფიზიკოსიც კი არ იყო, აღმოაჩინა მიკრონაწილაკების ქაოტური მოძრაობა.
დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ატომები არ იყოფოდნენ, თუმცა 1911 წელს ერნესტ რეზენფორდმა წამოაყენა ატომის აგებულების პლანეტარული მოდელი. აი ამ პლანეტარული მოდელის წყალობით კი შემდგომ უკვე ნილს ბორმა შექმნა და შეიმუშავა ატომისა და სპექტრის თეორიები. თუმცა რაც არ უნდა უცნაური იყოს, ატომური ბომბის ისტორია ბევრად უფრო ადრე, ჯერ კიდევ 1895 წელს დაიწყო, როცა ვილჰელმ რენტგენმა გამოსხივება აღმოაჩინა, რომელსაც შემდგომში მისი სახელი ეწოდა. When the flash hit you, you could see the X-rays of your hands through your closed eyes. 1896 წელს კი ანრი ბეკერელმა განაცხადა, რომ ურანს რენტგენისგან განსხვავებით სულ აქვს გამოსხივება. მოგვიანებით კი მარი კიურიმ აღმოაჩინა, რომ ურანის გარდა გამოსხივება აქვს თორიუმს და სწორედ მან შემოიტანა სამეცნიერო სფეროში ტერმინი რადიოაქტიური. ეს ის პერიოდია, როდესაც მეცნიერებში შეიძლება ითქვას, რომ ბირთვული ატომური ტრენდი იწყება და თითქმის ყოველი მეცნიერი ფიზიკოსი აკეთებს ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა აღმოჩენებს. მათ შორის არიან აინშტაინი, მარი კიური, ჩედვიგი და სხვები. თუმცა თითოეული მათგანი ხვდება იმას, რომ ატომში და რადიოაქტიურ ელემენტებში იმდენად დიდი რაოდენობის ენერგიაა, რომ თუ კი მის მიღებას შეძლებდნენ, პლანეტარული მასშტაბის ცვლილებები გარდაუვალი გახდებოდა. აქ ერთ რაღაცას მინდა რომ ხაზი გავუსვა. მე და ფიზიკა მაინც და მაინც არ მეგობრობთ. კი მიყვარდა სკოლის პერიოდში, მაგრამ სკოლის მერე ფაქტობრივად ყველაფერი დამავიწყდა. მოკლედ, რის თქმა მინდა, სიღრმეებში ვერ ჩავალ, თუმცა მეცნიერებს ამ პერიოდში, ანუ მე-20 საუკუნის დასაწყისში, აქვთ ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი და იდეა. და მათი მიზანი და იდეა გახლავთ ის, რომ მათ მოიპოვონ, უпроსტად მიიღონ ისეთი ენერგია, რომელიც შეცვლის სამყაროს. და სწორედ ასე მივიდნენ ისინი ატომურ ენერგიასთან. აი ატომური ენერგია კი თავის მხრივ, რა თქმა უნდა, ატომურ ბომბთან არის დაკავშირებული, რაც რობერტ ოპენჰაიმერის საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობაა და რომელიც პროექტი მანჰეტენის ფარგლებში შეიქმნა. პირველად ურანის გახლეჩა გერმანელებმა, ოტო ჰანმა და ფრიც შტრასმანმა შეძლეს 1938 წელს. მომდევნო წელს მათი ექსპერიმენტი პლანეტის თითქმის ყველა წამყვანმა მეცნიერმა გაიმეორა. გერმანიის მთავრობას არაერთი წერილი მიუვიდა, სადაც საუბარი იყო ყველაზე მასშტაბური ბომბის შექმნაზე. აი საბჭოთა კავშირში კი ატომურ კვლევებს მოლოტოვი კურირებდა. საფრანგეთში მარი კიურის სიძემ გაზეთ Nature მაგაზინში გამოაქვეყნა ნაშრომი, სადაც ისაუბრობს ურანის ჯაჭვურ რეაქციაზე. სწორედ კიურის გუნდმა და ზოგადად ფრანგებმა დააპატენტეს ატომური ენერგიის, როგორც ენერგიის წყაროს და ასევე მისი დახმარებით ატომური იარაღის გამოყენება. ეს ის პერიოდია, როდესაც ალბერტ აინშტაინი ამერიკის პრეზიდენტს წერს წერილს, სადაც ის ეუბნება იმას, რომ წამყვან ფიზიკოს მეცნიერებს მიაქციოს ყურადღება, იქიდან გამომდინარე, რომ ბირთვულ ენერგეტიკაში უახლოეს მომავალში სერიოზული რევოლუცია და ზოგადად ძვრები დაიწყება და ბირთვული ენერგიის გამოყენებით არის შესაძლებელი ბირთვული იარაღის შექმნაც. ამავე წერილში ის ხაზს უსვამს იმას, რომ მოწინააღმდეგე სახელმწიფოები ამ მიმართულებით უკვე ბევრად უფრო წინ არიან ვიდრე ამერიკელები. მანჰეტენის პროექტი 1938 წელს, როგორც უკვე გითხარით, გერმანელმა მეცნიერებმა პირველად მოახერხეს ატომის ბირთვის გახლეჩა და დააფიქსირეს იმდენად დიდი ენერგიის გამოთავისუფლება, რომ ამ ენერგიის იარაღად გარდაქმნის შემთხვევაში კაცობრიობა მიიღებდა მომაკვდინებელ ბომბს, რომელსაც წინ ვერაფერი აღუდგებოდა. აინშტაინის წერილში, რომელზეც უკვე ვისაუბრე, ეწერა, რომ მეცნიერებმა ლეო სილარდმა, იუჯინ ვიგნერმა და ედვარდ ტელერმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ გერმანელები უკვე ახლოს იყვნენ ამ იარაღის შექმნასთან. სწორედ ამ წერილმა დააჩქარა მანჰეტენის პროექტის დაწყება. ხელისუფლებამ თითქმის იმავე დღეს დაიწყო ბიუჯეტის გამოყოფა ატომური ენერგეტიკისა და გარდა ამისა ატომური იარაღის შექმნის მიმართულებისთვის, თუმცა ყველაფერი შეიცვალა 1941 წელს. უпроსტად კი არ შეიცვალა, არამედ გამწვავდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ წლის 7 დეკემბერს იაპონელებმა პერლ ჰარბორი დაბომბეს და შესაბამისად ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო. და იმის ხარჯზე, რომ მეორე მსოფლიო ომში ჩაერთნენ, მათ ბევრად უფრო მეტი მიზეზი ჰქონდათ საიმისოდ, რომ ამ მიმართულებისთვის ყურადღება მიაქციათ და შეექმნათ ახალი რევოლუციური იარაღი. სწორედ ასე შეიქმნა ატომური იარაღის შექმნაზე ორიენტირებული საიდუმლო გეგმა სახელწოდებით პროექტი მანჰეტენი, რომელსაც ხელმძღვანელობდა გენერალი ლესლი გროვსი და სწორედ მან დააყენა პროექტის სამეცნიერო გუნდის ხელმძღვანელად რობერტ ოპენჰაიმერის კანდიდატურა. გახსოვთ, რომ გითხარით კომუნისტური პარტიის საკითხს კიდევ მიუბრუნდებით თქო.
ხო და მიუბრუნდით. მოკლედ, მაშინ როდესაც ოპენჰაიმერის კანდიდატურა წააყენეს პროექტ მანჰეტენის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო რა თქმა უნდა წინააღმდეგი იყო, იმიტომ რომ უსაფრთხოების სამსახურს ის უკვე წითლების სიაში ჰყავდა ჩაწერილი და მათ რა თქმა უნდა იცოდნენ იმის შესახებ, რომ მისი მეუღლეც ისევე როგორც მისი ძმა კომუნისტური პარტიის წევრი იყო. თუმცა მიუხედავად ამისა, გენერალი გრუსი დაჟინებით ითხოვდა, რომ სწორედ ოპენჰაიმერი გამხდარიყო პროექტი მანჰეტენის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი. ოპენჰაიმერის ხელმძღვანელობით დაიწყო საიდუმლო სამხედრო სამეცნიერო ბაზის აშენება იზოლირებულ ტერიტორიაზე ლოს-ალამოსში, ნიუ-მეხიკოს შტატში, დიდი რეაქტორები და პლუტონიუმის გამწმენდი მოწყობილობები ვაშინგტონის შტატში. 1 კილომეტრიანი ფაბრიკა, რომელშიც ურანს ამდიდრებენ ტენესის შტატში. და ეს ყველაფერი იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ წარმოიდგინეთ, რამდენიმე ათასიანი სამეცნიერო, სამხედრო და მომსახურე პერსონალის მიუხედავად, პროექტის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცოდა. ოპენჰაიმერს, რომელიც პროექტის ხელმძღვანელობის დასაწყისში დაახლოებით 40 წლის იყო, აქამდე მაინც და მაინც დიდი მიღწევები არ ჰქონია სამეცნიერო სფეროში და სწორედ ამის გამო მან რა თქმა უნდა არ გაუშვა ხელიდან შანსი, რომ რაღაც ულტრა მეგა რევოლუციური მოეხდინა და შეექმნა ატომური იარაღი. მოკლედ მან ამ პროექტს შესწირა პირადი ინტერესებიც, ჯანმრთელობაც და შეიძლება ითქვას ცხოვრებაც კი. შეგახსენებთ, რომ ოპენჰაიმერი არამხოლოდ ფიზიკოსი, არამედ ქიმიკოსიც გახლდათ. ის შეიძლება ითქვას პროექტის კრიზის მენეჯერი იყო და ახერხებდა თითოეული შემეცნებითი ჯგუფის პროექტის შედეგების გაანალიზებას, შემდეგ კი მათი ერთობლიობით სწორი დასკვნების გამოტანას. 1942 წლის ზაფხულში მეცნიერმა შეკრიბა ფიზიკოს თეორეტიკოსების გუნდი, რომელსაც რატომღაც შუქურები დაარქვა. თუმცა როგორც მოგვიანებით ხსნიდა, ის გულისხმობდა, რომ მეცნიერები შუქს მოჰფენდნენ აქამდე უცნობ საკითხებს. სხვათა შორის, სწორედ რობერტ ოპენჰაიმერის იდეა იყო ის, რომ სამხედრო შემეცნებითი კი არა და სამხედრო სამეცნიერო ბაზა გაეკეთებინათ სწორედ ლოს-ალამოსში, აეშენებინათ ლოს-ალამოსში. მიზეზი რამდენიმე იყო. ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ ის, რომ ტერიტორია აქ არის გაუდაბნოებული, გარდა ამისა, ატლანტის ოკეანე საკმაოდ შორს იმყოფება და შესაბამისად გერმანელი ჯაშუშები ოკეანიდან წყალქვეშა ნავების დახმარებით, გემების, რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ წყალქვეშა გემების დახმარებით ვერ გაიგებდნენ ვერაფერს პროექტის მიმდინარეობის შესახებ და გარდა ამისა კიდევ ერთი მიზეზი გახლდათ ის, რომ მეცნიერს აქვე ახლოს ჰქონდა თავისი რანჩო. ოპენჰაიმერს მოუწია არაერთ ქვეყანაში ჩასვლა და სხვადასხვა მეცნიერის დარწმუნება, რომ მას გაჰყოლოდნენ. ეს ნამდვილად არ იყო მარტივი. პირველ რიგში იმის გამო, რომ ბევრი მეცნიერი ვერ გადმოვიდოდა საცხოვრებლად მარტო, ვერ მიატოვებდა ოჯახს. სწორედ ამის გამო, ლოს-ალამოსის ტერიტორიაზე არამხოლოდ სამხედრო ბაზა, არამედ ახალი დასახლება შეიქმნა, რომელშიც მხოლოდ მეცნიერები და მათი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ოპენჰაიმერი არ იყო ისეთი ხელმძღვანელი, რომელიც საკუთარ კაბინეტში ზის და ელოდება იმას, თუ როდის მოუტანენ ამა თუ იმ კონკრეტული ექსპერიმენტის შედეგს, რომ შემდეგ გააანალიზოს და რაღაც გავსი. არა, ის თავად ესწრებოდა თითქმის ყველა ექსპერიმენტს და სწორედ ამის გამო სამეცნიერო კოლეგიაში მას ძალიან დიდ პატივს სცემდნენ. სხვათა შორის აქ ერთ საკმაოდ უცნაურ რაღაცას გეტყვით ოპენჰაიმერზე. ალბათ ხსმენიათ ესეთი გავრცელებული აზრი, რომ ომის პერიოდში მეცნიერება, ტექნოლოგია და ზოგადად ყველაფერი წინ მიდის. ანუ სამეცნიერო თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, თორემ ომის პერიოდში ყველაფერი წინ ვერ წავა, ეგ თავისთავადია. მოკლედ, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ატომური იარაღის შემქმნელი ადამიანი ასე სულაც არ ფიქრობდა. ოპენჰაიმერის აზრით, ომი აფერხებს მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ტექნიკის განვითარებას. უნივერსიტეტებში სტუდენტების რაოდენობა მცირდება, რადგან ისინი ფრონტის ხაზზე არიან. ბრწყინვალე მეცნიერები კი ბომბის გამოგონებაზე ფიქრობენ იმის ნაცვლად, რომ სამყაროსთვის სასარგებლო რაიმე შექმნა. მოკლედ აი ასეთი უცნაური დამოკიდებულება ჰქონდა თავად იარაღზე მომუშავე მეცნიერს ომთან დაკავშირებით, თუმცა როგორც უკვე ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, ყველაფერი ისე მარტივი არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ოპენჰაიმერი მიუხედავად იმისა, რომ მუშაობდა იარაღზე, მას თითქოს, ყოველ შემთხვევაში ის ასე ამბობდა, კეთილის რახვები და კეთილი მიზნები ამოძრავებდა. მალევე გერმანია უკან დახევას იწყებს საბჭოურ არმიასთან. აი იაპონია კი დანებებას არაპირებს და ბოლომდე აგრძელებს ბრძოლას. თუმცა ვაშინგტონში ამ სიჯიუტის საწინააღმდეგოდ თითქმის ყველაფერი მზად ჰქონდათ. ჰიროსიმა და ნაგასაკი. ოპენჰაიმერის მძიმე მემკვიდრეობა. 1945 წლის 16 ივლისს ჰარმადა დელ მუერტას უდაბნოში, რაც ესპანურიდან ითარგმნება როგორც მიცვალებულის გზა, ყველაფერი მზად იყო ახალი იარაღის გამოსაცდელად. იმ ღამით ოპენჰაიმერს არ ეძინა. მისი კოლეგა ედვარდ ტელერი კი ფიქრობდა, რომ აფეთქებას რაღაც კატასტროფა უნდა მოხოლოდა, რომ ბომბის ჯაჭვური რეაქცია
შეიძლებოდა დედამიწის ატმოსფეროს გადასდებოდა და ამის გამო ის დაიწვებოდა. თავად ატომური იარაღის გამოსთვის მომენტში კი ოპენჰაიმერი ნერვიულად ელოდებოდა ტაიმერზე ციფრების განულებას, მაგრამ გამოსთვის მომენტში ის მიხვდა, რომ ყველაფერმა სწორედ ისე ჩაიარა, როგორც დაგეგმილი ჰქონდა. სწორედ ამ გამოცდის შემდეგ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში რობერტ ოპენჰაიმერმა შემდეგი რამ თქვა. I remembered the line from the Hindu scripture, the Bhagavad Gita. Now I am become death, the destroyer of worlds. 1945 წლის 9 მაისს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. 26 ივლისს კი ანტიჰიტლერული კოალიციის წევრები, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან და ერთიანად სთავაზობენ იაპონიას კაპიტულაციაზე ხელის მოწერას. თუმცა იმპერატორი ჰიროჰიტო და ხელისუფლების სხვა წევრები უარს აცხადებენ. მათ ჯერ არ იციან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე გეგმავს მათ ტერიტორიაზე ატომური იარაღის გამოცდას. 6 და 8 აგვისტოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იაპონიის ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი ჰიროსიმაში და ნაგასაკიში ატომური ბომბი ჩამოაგდეს. სხვადასხვა მონაცემების მიხედვით გარდაცვლილთა რაოდენობა 110,000 ადამიანიდან 220,000 ადამიანამდე მერყეობს. ისე თუ გსურთ რომ ვისაუბრო იმაზე, თუ რა პოლიტიკური მოვლენები და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე რა მოვლენები იყო იმის განმაპირობებელი, რომ ჰიროსიმაში და ნაგასაკიში ბომბი ჩამოაგდოთ, მაშინ კომენტარებში #რამე მოვიფიქროთ, #ატომური ბომბი დაწერეთ. მე კი მანამდე აი ამ ჩამოგდების და დაბომბვის შედეგად სახტად დარჩენილ და გაოცებულ ოპენჰაიმერს მიუბრუნდები. ატომური ბომბის მამად წოდებული რობერტ ოპენჰაიმერი გაურებულ ემოციებში იყო. ერთის მხრივ, მისმა გამოგონებამ იმუშავა. მან შეძლო ისეთი იარაღი შექმნა, რომელსაც ერთ დღეში შეუძლია ომის დასრულება. თუმცა ამავდროულად ამ იარაღს 100,000-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა. ამის გამო კოლეგებთან ერთად ოპენჰაიმერმა მინისტრს შემდეგი წერილი მისწერა. ჩვენ ვთვლით, რომ ეროვნული უსაფრთხოება არ უნდა იყოს დამოკიდებული მის სამეცნიერო ტექნიკურ მიღწევებზე. ის შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ იმას, რომ უნდა მოხერხდეს სამომავლოდ ომების პრევენცია. ჩვენ ერთსულოვნად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გირჩიოთ აღნიშნული აზრი თქვენ საერთაშორისო კოლეგებსაც გაუზიაროთ და ყველაფერი გააკეთოთ ამ მიზნის მისაღწევად. ისე როგორი კეთილი ტიპია ეს რობერტ ოპენჰაიმერი, რა აზრები აფრქვია. ნუ მოკლედ არ ვიცი, შეიძლება ეს უბრალოდ ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ მე ვერ ვიქნები აღფრთოვანებული იმ ადამიანით, რომელმაც თავისი გენია გადააქცია იარაღად და ვერ ვიქნები აღფრთოვანებული იმ ადამიანით, რომლის გამოგონებამაც 100,000 ადამიანი იმსხვერპლა და რომლის გამოგონების გამოც დღემდე სხვადასხვა ტირანის სახელმწიფოები იმუქრებიან და ფაქტობრივად მსოფლიოს აშინებენ. ხო, ნუ მოკლედ ეს უბრალოდ ჩემი აზრია, ჩემი დამოკიდებულება არის რობერტ ოპენჰაიმერთან დაკავშირებით, მაგრამ სუფთა სამეცნიერო თვალსაზრისით, ის რაც ოპენჰაიმერმა გააკეთა, მართლაც რომ რევოლუციური იყო. ისე ეხლა რაზე დავფიქრდი, იცით? ანუ ოპენჰაიმერის გამოგონებამ ხო იდეაში შეცვალა სამყარო და ამ თემაზე სხვადასხვანაირი მოსაზრება შეიძლება გქონდეთ თქვენც და მეც, რა? არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცა დამეთანხმოს კომენტარებში, ვიღაცა არ დამეთანხმოს, ვიღაცას სავსებით ლოგიკური და მყარი არგუმენტები გქონდეს თავის პოზიციასთან დაკავშირებით. ხო და აქედან გამომდინარე დავფიქრდი იმაზე, რომ ხომ არ შეგვექმნა რაიმე სივრცე, სადაც ერთმანეთთან შევძლებდით კომუნიკაციას და პირობითად აზრების გაცვლას ან სხვადასხვა თემებზე დისკუსიას. მოკლედ, გონი რომ საინტერესო იქნება ჩემი გამომწერებისთვის, აქვე შეგახსენებთ, რომ არხი გამოიწეროთ აუცილებლად და თუ რაიმე იდეა მოგაფიქრდება, თუ როგორ შევძლებთ ერთმანეთთან კომუნიკაციას, გამოუშვით კომენტარებში, აუცილებლად გადავხედავ, ზოგადად ყველა კომენტარს ვკითხულობ ხოლმე, მაგ კომენტარებსაც გადავხედავ და მოკლედ რაღაცა ერთობლივი მოვიფიქროთ. კაი, მოკლედ მიუბრუნდები ოპენჰაიმერს. 1946 წელს ოპენჰაიმერი დააჯილდოვეს ღირსების медаლით. მომდევნო წელს კი ის დანიშნეს ატომური ენერგიის კომისიის დირექტორად. ოპენჰაიმერი ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებში ჩატარებულ ყველა ატომურ კვლევას აკონტროლებდა. თუმცა ეს კონტროლი, რა თქმა უნდა, მხოლოდ შტატების ტერიტორიას მოიაზრებდა. ისე შეუძლებელია, რომ ვისაუბრობ რობერტ ოპენჰაიმერზე, იმაზე, რომ მან შექმნა ატომური იარაღი და არ ვახსენო ის ამბავი, რომ საბჭოელებმა შექმნეს, რა თქმა უნდა, ატომური იარაღი და დაახლოებით 4 წლის შემდეგ 1959 წელს გამოსცადეს თავიანთი პირველი ბომბი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
ერთი შეხედვით მოკავშირეული დამოკიდებულება რა თქმა უნდა წარსულს ჩაბარდა. საბჭოელების მიერ ატომური იარაღის გამოცდა ცივი ომის დაწყებას ნიშნავდა. დაიწყო ორი ზესახელმწიფოს ატომური რბოლა. ჯერ კიდევ 40-იანების დასაწყისში, მაშინ როცა ოპენჰაიმერი მუშაობდა ატომურ იარაღზე, მისი კოლეგა ედვარდ ტელერი წყალბადის ბომბის შექმნის იდეით იყო შეპყრობილი, რომელიც მისი გათვლით ატომურ ბომბზე 10-ჯერ უფრო მძლავრი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტელერს თავის დროზეც ჰქონდა გაგზავნილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო უწყებებში შესაბამისი წერილები და დოკუმენტები წყალბადის ბომბთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მანამდე არანაირი ინტერესი არ გამოუვლენია წყალბადის ბომბთან დაკავშირებით, მაგრამ იმის მერე რაც საბჭოელებმა თავიანთი ბომბი გამოსცადეს და თან წარმატებულად, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამ იდეითაც, ანუ წყალბადის ბომბითაც დაინტერესდა. ჯერ კიდევ 1951 წელს განკითხვის დღის სახელით ცნობილი პროექტი ტელერს უკვე მზად ჰქონდა. ოპენჰაიმერმა ტელერის წინააღმდეგ გაილაშქრა. იაპონიაში ატომური იარაღის გამოცდის შემდეგ, როგორც უკვე გითხარით, მას შეეცვალა შეხედულებები და ერჩივნა, რომ სახელმწიფოს არ შეექმნა მორიგი მასობრივი განადგურების საშუალება. ამის ხარჯზე ოპენჰაიმერს პოლიტიკური მტრები გამოუჩნდა, რადგან იარაღის კონტროლის იდეა ნათლად იმისა, რომ ახალი და უფრო მძლავრი შეექმნათ, სახელმწიფოს ინტერესებს არ ემთხვეოდა. მოდით კიდევ ერთხელ მიუბრუნდები რობერტ ოპენჰაიმერისა და კომუნისტური პარტიის კავშირს. რამდენად კავშირს ეგ ცოტა სხვა საკითხია, მაგრამ მაინც. მოკლედ, 1953 წელს ლუი შტრაუსი, ეს არის ადამიანი, რომელიც რობერტ ოპენჰაიმერთან ერთად მუშაობდა პროექტ მანჰეტენზე, ლუი შტრაუსი წერს წერილს გამოძიების ფედერალურ ბიუროს, სადაც ის საუბრობს იმაზე, რომ რობერტ ოპენჰაიმერი არ არის გამორიცხული, რომ საბჭოური აგენტია და სწორედ ამის გამო აფერხებს წყალბადის ბომბის შექმნის პროცესსო. პოლიტიკური დევნა და ბრალდებები. ამავე წლის დეკემბერში რობერტ ოპენჰაიმერს შეუზღუდეს კომისიის საქმიანობასთან წვდომა და გარდა ამისა შესთავაზეს თანამდებობის დატოვება. თუმცა მეცნიერი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში კურირებდა სახელმწიფოში ატომურ იარაღთან და ატომურ ენერგიასთან დაკავშირებულ პროგრამას, არ დანებებულა და დაჟინებით მოითხოვა, რომ ჩატარებულიყოს ხდომა. 1954 წლის 12 აპრილს დაიწყო საქმის განხილვა. ოპენჰაიმერს 24 ბრალდება წაუყენეს. აქედან 23 ეხებოდა მის კომუნისტურ პარტიასთან კავშირს. ედვარდ ტელერმა, რომელიც ამ დროს უკვე მუშაობდა წყალბადის ბომბზე, ოპენჰაიმერის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. მე ხშირად არ ვეთანხმებოდი ოპენჰაიმერს სხვადასხვა საკითხში. მისი ქმედებები ჩემთვის ამოუხსნელი და ჩახლართული იყო. პირადად მე უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნობდი თავს, თუ კი საზოგადოების ინტერესები მის ნაცვლად სხვა ადამიანის ხელში იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო ჯერ კიდევ 40-იან წლებში გამადიდებელი შუშით ესე უყურებდა ოპენჰაიმერის ცხოვრებას და უფრო მეტიც მის სახლში და არა მხოლოდ სახლში, არამედ მის სამუშაო კაბინეტშიც, რა თქმა უნდა, მოსასმენი მოწყობილობები ჰქონდათ დამონტაჟებული, მათ ვერ შეძლეს და ვერანაირი მტკიცებულება ვერ წაუყენეს სასამართლოში ოპენჰაიმერს იმასთან დაკავშირებით, რომ ის არის საბჭოური აგენტი. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ოპენჰაიმერმა 20 წაყენებული ბრალდება აღიარა. თუმცა მიუხედავად აღიარებითი ჩვენებისა, სამეცნიერო კოლეგია ხვდებოდა, რომ ოპენჰაიმერს სხვა გზა არც ჰქონდა. ისინი ტელერის წინააღმდეგ ღიად საუბრობდნენ, თუმცა მას ეს სულაც არ ადარდებდა, რადგან მომდევნო წლებში, როცა ოპენჰაიმერი საქმეებს ჩამოშორდა, მან 27-ჯერ გამოსცადა წყალბადის ბომბის ეფექტურობა სხვადასხვა პირობებში. თავად ოპენჰაიმერი კი მომდევნო 13 წლის განმავლობაში ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა ამერიკულ თუ უცხოურ უნივერსიტეტში. სიკვდილამდე არც თუ ისე დიდი ხნით ადრე, ამერიკის 35 პრეზიდენტმა კენედიმ ოპენჰაიმერის მიმართ უსამართლოდ მიღებული გადაწყვეტილების გამოსწორება სცადა და მეცნიერი ენრიკე ფერმის პრესტიჟული პრემიით დააჯილდოვა. თუმცა მიუხედავად აი ამ პრემიისა და შეიძლება ითქვას აღდგენილი პოლიტიკური რეპუტაციისა, რობერტ ოპენჰაიმერს ისევ და ისევ არ ჰქონდა წვდომა საიდუმლო მასალებთან და პროექტებთან. და არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ 1967 წლის 18 თებერვალს მეცნიერი კიბოთი გარდაიცვალა. უნდა ითქვას ისიც, რომ 2009 წელს ამერიკელმა ისტორიკოსებმა გააანალიზეს კგბ-ს არქივებიდან ამოღებული დოკუმენტები და დაადგინეს, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად საბჭოელებმა ვერ შეძლეს ოპენჰაიმერის მოსყიდვა და მისგან გასაიდუმლოებული ინფორმაციის მიღება.
ოპენჰაიმერის იდეას, რომელიც მას შემდეგ მოუვიდა ადამიანს, რაც ბომბი გამოსცადა, რომ ჯობია ატომური იარაღი კი არ გამოვიყენოთ და ახალი იარაღი კი არ შევქმნათ, არამედ უკვე არსებული იარაღის კონტროლში მივიღოთ მონაწილეობაო, ცოტა გვიან დაუწყეს მოსმენამ. მერე უკვე საერთაშორისო სამართალმა დაადგინა ის, რომ ატომური იარაღი არ უნდა გამოვიყენოთ და მთელი ამბები, მაგრამ მანამ სანამ ეგ შეთანხმება მოხდებოდა, თუმცა მაგ შეთანხმების მერეც რა თქმა უნდა გამოვიყენებიათ, ჯამში 1000-ზე მეტჯერ არის გამოსტილი ატომური ბომბი. მოკლედ, ერთი რამ ფაქტია. რობერტ ოპენჰაიმერის გამოგონებამ სამყარო შეცვალა. მე შემიძლია გირჩიოთ ფილმი, ეს არის კრისტოფერ ნოლანის ფილმი ოპენჰაიმერი, მეცნიერის გვარს ატარებს ეს ფილმი, რომელშიც მეტნაკლებად ისტორიული სიზუსტით არის გადმოცემული მეცნიერის ცხოვრებაც, ის თუ როგორ ქმნიდა ის ატომურ ბომბს და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, აქვე გირჩევთ, რომ გაკვეთილოს ლინკები დაათვალიეროთ, ვიდეოს აღწერაში კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, გაკვეთილოს ლინკები არის და გამოიყენოთ პრომოკოდი CODNA25, რომლის დახმარებითაც თქვენ მიიღებთ 25%-იან ფასდაკლებას მათ ნებისმიერ კურსზე. მე კიდე აგებშვიდობებით ერთმანეთს შევხვდებით უახლოეს მომავალში, დროებით.